სოფელი კუჭატანი, სადაც 2002 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით 615 ადამიანი ცხოვრობს, წლებია სამედიცინო ამბულატორიის გარეშეა დარჩენილი და უახლოესი სამედიცინო პუნქტი მეზობელ სოფელში მდებარეობს. რის გამოც კუჭატნელები ადგილობრივ ხელისუფლებას ყველა შეხვედრის დროს მუდმივად ერთი და იგივე თხოვნით მიმართავდნენ. ამჟამად ეს პრობლემა მოგვარებულია და კუჭატანში სამედიცინო ამბულატორიის მშენებლობა უკვე დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ბესიკ ხოჩხიძე აწარმოებს და ხელშეკრულების მიხედვით მშენებლობა 120 დღის ვადაში უნდა დასრულდეს. ძალიან კარგია, იმიტომ რომ სოფელი გერისედაც ყველაფერს მოწყვეტილია რაიონთან. და ეს ყველაზე კარგი საჩუქარი იქნება ნამდვილად სოფლისთვის, რომ გაგეთდება ამბულატორია. იმიტომ რომ რახან ფუნქციონირებას დაიწყებს, გეყოლება ალბათ ადგილზე ექიმი. ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ დაიწყეს მუშაობა. უზომოდ. რადგან რაიონიდან მოშორებული ვარ და ექიმი იმდენად არ გვემსახურება ახლა. ვერ მოდის სოფელში ჩვენი პოლიკლინიკა იქ მუშაობს, ჩვენ ექიმი და ექთანი, მაგრამ აქ რო იქნება ყველანაირად კმაყოფილები დავრჩებით მთელი სოფელიც და ექიმი ჩვენი რო გვეყოლება და აღარ მოგვიწევს არც აწასვლის. ზოგი მოხუცია, უნდა წახვიდე პატარა მიმართვის გულისთვის რაიონში უნდა ახვიდე რა. ტრანსპორტიც მაინც და მაინც იმდანაც არ გვიწყობს ხას ახლა რო ვთქვა. ძალიან პატარა სოფელი არის, მაგრამ ავადმყოფობისკერა ჩვენ სოფელში ძალიან, იმიტომ რომ ადრიდანვე ნაჯაფარი ხალხი ცხოვრობს და არიან სოციალურ დაუცველები ბევრი და არ აქვს საშუალება და პირადად ჩვენი ოჯახის სოციალურ დაუცველები აქვს და სხვა სოფელში და რაიონში რომ ავიდეთ, ავადმყოფობის შემთხვევაში არ აქვს საშუალება. იქ სხვა ტრანსპორტი უნდა დავიქირაოთ და ისე წავიდეთ. ციცკანასერში არის ახლა ჩვენი ამბულატორია და ამ წუთშიც ფიზიკურად ვსვდათ ავარ და არ შემიძლია რომ ავიდე და იქ მომემსახუროს თვითონ ექიმი. ძალიან ყველა სურვილი იყო რომ სოფელში უბრალოდ ერთი ოთახი მაინც ქონოდა ამბულატორიაში რომ ექიმი მოვიდეს და იმუშაოს ერთი დღე მაინც. თვითონ რაიონის ხელმძღვანელობაც მოწადინებულია რომ დაგვეხმარონ სოფელს. სურპრიზივით იყო, იმიტომ რომ ძალიან ესეთი შეწუხებულები რომ ვიყავით, იყო თათბირიც ქონდა ჩვენ გამგებელს რომ ექიმს ოთახი არ აქვს რომ მოსულიყო და ესე და დაგვირდნენ რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. გაზი გავიყვანეს სოფელში, წყლები არის, ქუჩები, ყველაფერზე დაგვეხმარნენ, მაგრამ თავარი იყო ეს ამბულატორია. უკეთესია რომ თუ ეს პოლიკლინიკა აშენდება და ადგილზე მოგვიმსახურებია, პირველადი დახმარებაც რომ გაგვიწევს, ყველა მადლობელი ვიქნებით.